კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ დააკავეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ორივე მათგანს მოსამართლე ზვია ჩარაძემ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლების შეზღუდვა მიუსაჯა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიციამ ხელბორკილები მათ ოფისთან დაადო. ჩასვეს ბატონო გან განხაზ. ხაზარაძეც და ჯაფარიძეს განაჩენის გამოცხადებას პარტია ლელოს ოფისში შეხვდნენ. ესე იგი, ეს სამარცხვინო სპექტაკლი. ესე დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ვინმე არ იფიქროსო, ჩემი დაჭერით და ალბათ, ბადრისაც იგივე საჯელს გამოუტანენ, ვინმე არ იფიქროს ერთი წამით. დაწუნებული რომ ამბოჩი არავინ არ ფიქრობს, ისე როგორც ვიცი ახლა ჩვენ მოგვისმენს რომ ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს. გამორიცხულია რა, სადაც არ უნდა ვიყოთ რა, ესე თქვა და მაშინ ვიქნებით, საკანში ვიქნებით, გარეთ ვიქნებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება. მოგიწოდებთ ყველას სრული მობილიზაცია გააკეთეთ. სრული მობილიზაცია კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ თუ ყველა გამოვდეთ, ყველა ლიდერი, ყველა პარტიის არის ციხეში, ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმედი რომ აი საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს თბილისში, განსაკუთრებით და კიდე რამოდენიმე დიდ ქალაქში, დაირაზმება და ამათ გავყრეთ. დემონტაჟი, დეოკუპაცია დაიწყოს თბილისიდან. ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და მე ჩვენ მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დასაკავებლად დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული ლელო ძლიერი საქართველოს ცენტრალურ ოფისთან. ჩვენივე ოფისში არ გვიშვებენ და გვეუბნებიან რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ესეთი ამბავი. მივდივარ და გაგვატარო, მეტი რა ვქნა ვერ გავა. არჩედა. არ გედა. კონტროლ გავიდეთ გარეთ და შვიდად გავაფორმოთ.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებამდე პარტია ლელოს ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის ნიშნად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდნენ. ზურაბიშვილის შეფასებით ქართული ოცნება უკვე იმ ეტაპამდეა მისული, როცა უკვე აღარაფერი ეშველება. ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი. ეს არის საწყისი დასასრულისა. ამიტომ ყველანი ვიყოთ მხნეთ, როგორც არიან მამუკაც და ბადრიც, ახლა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ერთად, არიან ძალიან დიდი შემართებით და ასეც იქნებიან. ვიცით, რომ ცოტა მოთმინება ჭირდება, მაგრამ ეს რეჟიმი არის მართლა მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი აღარ ეშველება. მე ვაპირებ, რომ ამ საღამოს ჩვენ სხვა პარტნიორებთან ერთად გავაკეთოთ განცხადებები, სწორედ ჩვენ პარტნიორების მიმართულებით, სადაც დღეს ეს კვირა არის ერთ-ერთი ისეთი ძალიან დატვირთული კვირა, არა მხოლოდ ირან-ისრაელის და ამერიკის მოვლენების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ხვალ იწყება ნატოს სესია, ამ კვირის ბოლოს ევროპული საბჭოსი, ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენი საკითხი არავის არ უნდა დაავიწყდეს. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე ახსნა განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ისინი არ გამოცხადდნენ. ამის გამო მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით წარუდგინეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.